Microsoft Word 2016-ში შესაძლებელია გაკეთდეს მარკირებული სია მრავალდონიანი ან დანომრილი სია მრავალდონიანი. მე გიორგი ვერდათუკიშვილი და თქვენ უყურებთ Word 2016-ის ვიდეო გაკვეთილებს. შეგვიძლია მოვნიშნოთ ტექსტი და ჩავრთოთ მრავალდონიანი მარკირებული სია. ავრჩიოთ მაგალითად ესეთი კატეგორიის, სადაც ხედავთ, რომ 1, 2, 3 და ასე შემდეგ მოგვცა მონაცემები. ლიტერატურის მიმოხილვა არის ცალკე მდგომი და მართვის საუნივერსიტეტო სისტემები ცალკე მდგომი. ხოლო კავკასიის უნივერსიტეტის მართვის ელექტრონული სისტემა კი შედის იდეაში მეორე პუნქტის ქვემოთ. ამიტომ მის წინ ვდგებით, ვაწვევით Tab კლავიშს და შევედით შიგნით 2-1-ით. ასევე შევდივართ შემდეგ შიგნით ბიომეტრიული ტექნოლოგიების მიმოხილვა, პედაგოგთა რეგისტრაცია დავუშვათ და ასე შემდეგ. ანუ Tab-ით შევყავს შიგნით. თუ კიდევ ქვემოთ უნდა შევიყვანოთ, 2 ტაბი შეგვიძლია ვიხმაროთ და თქვენ ხედავთ, რომ უკვე 2-4-ის 2-4-1, 2-4-2 და ასე შემდეგ ვაკეთებთ. მაგრამ თუ რომელიმე მათგანი შევიდა და გვაქვს სურვილი, რომ ისევ წინ გამოვწიოთ, მაშინ Shift ტაბით უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ან რა თქმა უნდა შეგვიძლია დავდგეთ, დავუშვათ და დავაწვეთ უკვე თვითონ აი აქ არსებულ პარაგრაფის მენიუში არსებულ Tab კლავიშებს. შევედით 1-ით, შეგვიძლია მოვნიშნოთ რამდენიმე და დავაწვეთ შევედით ერთდროულად შიგნით და კიდე 2 მოვნიშნოთ დავუშვათ, შევედით კიდევ შიგნით. რა თქმა უნდა, მრავალდონიანი მარკირებული სია არა მარტო ასეთი ფორმით, არამედ შეიძლება ბულეტინგის ფორმითაც იქნეს გამოყენებული. და შეიძლება ზოგადად დავდგეთ და რომელიღაცა კონკრეტულ ნაწილზე ჩვენ გადავაკეთოთ პირიქით ჩამონათვალად. ანუ კომბინირებული მარკირებული სია მივიღოთ, ანუ მარკირებებიც და ჩამონათვალიც. ანუ რიცხობრივი მაჩვენებლებით, გადანომრილი მაჩვენებლებით. ასე რომ თქვენი სურვილის ამბებს შეგიძლიათ მართოთ სხვადასხვა დონეზე სხვადასხვანაირი სიმბოლოების დაყენება. და ასევე რა თქმა უნდა, აქაც შესაძლებელია გააკეთოთ ნამბერინგის ფორმატინგი, გააკეთოთ საიდან იყოს ჩამონათვალი, რომელიდან დაიწყოს და რა სიმბოლო იყოს გამოყენებული. მადლობა ყურადღებისთვის.